საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5 დღიან ომს 200-ზე მეტი ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30,000-მდე ადამიანი კი დევნილად იქცა. ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა და დღემდე აგრძელებს ამ ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. რუსეთს საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად გასული ღამით სახელმწიფო დროშები დაუშვეს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობაზე. საქართველოს მმართველი პარტია ქართული ოცნება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებმა მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ომის დაწყებაში პასუხისმგებლობა კვლავ წინა ხელისუფლებას დააკისრა და 2008 წლის მოვლენებს უმძიმესი ავანტიურა და ღალატი უწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს 8 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-17 წლის თავთან დაკავშირებით. სამინისტრომ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივისცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი შეუშალოს იძულებით გადაუდგენელ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. აგვისტოს ომის მე-17 წლის თავზე კრემლის პოლიტიკის გამოხატველი რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ ამოცენად რჩება. გამოცემის თანახმად, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ორ ქვეყანას შორის აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, რისთვისაც ხელსაყრელ თბილისსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაცივება ქმნის. ამავე სტატიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ჯანსაღი პრაგმატიული თანამშრომლობისათვის და ორმხრივი ნორმალიზაციის გზით სვლისთვის, თუმცა დასძენს, რომ თბილისმა უნდა განსაზღვროს თავისი შემდგომი მოქმედებები. ვაშინგტონში ცოტა ხანში დაიწყება შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა. ბოლო წუთამდე ერევანი დერეფნის ლოგიკას კატეგორიულად უარყოფს. ამერიკული მედია კი შეთანხმებების დეტალებზე წერს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანი ნაზელი ბაღდასარიანი კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერევანი ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის გახსნას დათანხმდა. ბაღდასარიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის პოზიცია უცვლელია და ის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს ეფუძნება. ბაღდასარიანის განცხადებით, ყველა მტკიცება თითქოს და სომხეთი დათანხმდა თანხმდება ან დათანხმდება დერეფნის გადაწყვეტილებებს, უბრალოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს განცხადება მოყვა ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს, რის თანახმად სომხეთი დათანხმდა, რომ მის ტერიტორიაზე გამავალი 43.5 კილომეტრიანი მონაკვეთი შეერთებული შტატებმა განავითაროს და მას ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ეწოდოს. გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით კი, რომელიც ამერიკულ მაღალჩინოსნებს ეყრდნობა, სომხეთმა შეერთებულ შტატებს 99 წლით მიანიჭა დერეფნის განვითარების ექსკლუზიური უფლება. გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატებმა ამ უფლებას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც სარკინიგზო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების განვითარებას უზრუნველყოფს. ვაშინგტონი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მონაწილეობდა ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მცდელობებში. 94 და 95 წლებში ჩამოყალიბდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატი, რომელშიც რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად ეს როლი შეერთებულმა შტატებმაც იკისრა. ყველაზე გამორჩეული შუამავლობა, რომელიც ვაშინგტონმა გასული 3 წლეულის განმავლობაში იკისრა, ეწოდებული ქი-ვესტის პროცესი იყო. ის გულისხმობდა, რომ აზერბაიჯანს უარი უნდა ეთქვა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე პრეტენზიებზე, უზრუნველყო შესაბამისი სიგანის დერეფანი სომხეთთან, სანაცვლოდ კი მიეღო მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიმდებარე რაიონები და ნახიჩევანთან დაკავშირების შესაძლებლობა.
მე სომხეთიდან 1000-ობით კილომეტრით დაშორებულ ფლორიდაში არ ჩამომსულ ვარ პროპაგანდისტული განცხადებების გასაკეთებლად ან თანათავმჯდომარეებისთვის სასწავლებლად თუ როგორ გააკეთონ თავიანთი საქმე. მე ჩამოვედი მოგვარებაზე კონსტრუქციულად სამუშაოდ. სულ ეს არის. გმადლობთ. რთული მოლაპარაკებების დროს სომხური მხარე მუდმივად გამოდიოდა და გამოდის ხისტი და არაკონსტრუქციული პოზიციებით. ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რადგან სომხური მხარის პოზიცია აზერბაიჯანის 20%-ის ოკუპაციას ეფუძნება. 2000 წელს საკითხი გადაწყვეტასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში ჰეიდარ ალიევმა უარი თქვა. 2 ათწლეულის შემდეგ გაირკვეოდა, რომ ჰეიდარი ილჰამმა დაარწმუნა არ წასულიყო არანაირ კომპრომისზე სომხებთან. მისი ლოგიკა მარტივი იყო. მალე უნდა ამოქმედებულიყო აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს გავლით თურქეთში. იქიდან კი ევროპაში მიტანის პროექტები. შემდეგ გაზით იგივე გზით უნდა გაეყიდათ დასავლეთისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, აზერბაიჯანი დასავლეთთან დიდ ვაჭრობას აპირებდა. ბევრ ფულსა და გავლენას მოიპოვებდა, შესაბამისად სომხებთან მოგვარებაზე წასვლას იმ ეტაპზე აზრი არ ჰქონდა. ჰეიდარის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ეწოდებული პრაღის პროცესი, რომელიც საბოლოოდ მადრიდის პრინციპებით და მათ საფუძვალზე ყაზანით დასრულდა. როდესაც სერჟ სარქისიანი და ილჰამ ალიევი რუსეთში მოგვარებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, ბარაკ ობამა პირადად ესაუბრა ორივესთა წარმატება უსურვა, მაგრამ ილჰამმა აქაც ბოლო მომენტში უარი თქვა. სწორედ ამ პერიოდში იყო ასევე თანათავმჯდომარე ქვეყნების მეთაურების დონეზე ცნობილი 5 განცხადება, რომელთაგანაც ალიევი ყველანაირად ცდილობდა თავის დაღწევას, რადგან მათში საუბარი იყო მადრიდის 3 პრინციპზე, მათ შორის თვითგამორკვევის უფლებაზე. 2010-იან წლებში შეერთებული შტატების 7 შტატმა აღიარა არცახის დამოუკიდებლობა. როდ-აილენდი, მასაჩუსეტსი, ლუიზიანა, მეინი, კალიფორნია, ჯორჯია და ჰავაი. არცახს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წარმომადგენელი ყავდა შეერთებულ შტატებში. ამერიკელი თანათავმჯდომარე 10 წლეულების განმავლობაში მოდიოდნენ და მიდიოდნენ. პროცესი მუდმივად რჩებოდა ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. შემდეგ დადგა 2020 წელი და ყველაფერი შეიცვალა. მინსკის ჯგუფმა ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. თანათავმჯდომარე ქვეყნები უკვე ცალკეულ წარმომადგენლები დანიშნეს, რადგან ერთად მუშაობა აღარ შეეძლოთ. საბოლოოდ ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ევროპული მოწოდებები და 2022 წელს არცახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარა. ამერიკული მიდგომებიც ამის შედეგად შეიცვალა და პრობლემა უკვე წმინდა რეგიონალური პოლიტიკის უფრო ფართო კონტექსტში დაისვა. დაიმოვიდა დონალდ ტრამპი მშვიდობის აღლავის ლოგიკით და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ განზრახვებით. რადგან ამ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის თუ რა დოკუმენტი გაფორმდება და როგორ შეიძლება ამით ჩვენი ყველას ცხოვრება, ცნობილმა საერთაშორისო მედია საშუალებებმა თავიანთი კავშირები და წყაროები ამოქმედეს. CBS News-ი მაგალითად თავისი დახასიათებით ვითარებაში კარგად გარკვეულ პირებს ეყრდნობა და წერს, რომ სომხეთი ემზადება შეერთებული შტატებს 43.5 კილომეტრიანი სატრანზიტო დერეფნის ექსპლუატაციისა და განვითარების უფლება მისცეს. კიდევ რა საინტერესო დეტალებია საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემების ფურცლებზე, მოგიყვება ჩვენი კოლეგა ანა ჰარუთუნიანი. როიტერსი ხაზუსვამს, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი სამშვიდობო ხელშეკრულების დასრულებაა. სააგენტოს თანახმად, ხელშეკრულება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული, როგორიცაა სახელმწიფოების საზღვრის დელიმიტაცია, რეგიონული სატრანსპორტო გზების გახსნა, კერძოდ ეწეპული ზანგეზურის დერეფანი. როიტერსი აღნიშნავს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებამ შეიძლება სამხრეთ კავკასია გარდაქმნას ენერგიის მწარმოებელ რეგიონად, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ევროპას, თურქეთსა და ირანს. კვეთს ნავთობისა და გაზის მილსადენებს, მაგრამ გაყოფილია დახურული საზღვრებითა და ეთნიკურ ნიადაგზე ხანგრძლივი კონფლიქტით. BBC-ს რუსული სამსახური წერდა, რომ ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა მოწმობს, რომ რუსეთმა უკრაინის ომის გამო დაკარგა შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ორივე ქვეყანა აშაშე შუამავლობას ამჯობინებს. ტრამპი, რომელმაც უკრაინისა და ღაზის კონფლიქტებში წარმატებას ვერ მიაღწია, სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემაზეა კონცენტრირებული, სადაც სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი უკვე მზად არის. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ აშაშეს აქტიურმა ჭარევამ შეიძლება ხელი შეუშალოს სამშვიდობო პროცესს. BBC აღნიშნავს, რომ
მხარეებმა მიაღწიეს კომპრომის აზერბაიჯანსა და მის ექსკლავ ნახიჩევანს შორის გზის გახსნის საკითხში და დერეფნის ნაცვლად გზა დაერქმევა და სომხეთის კონტროლის ქვეშ დარჩება, მაგრამ მას ამერიკული კომპანია მართავს. ექსიოსი ასევე წერს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებულია დერეფნის გადაცემა აშშ-თვის. აღნიშნულია, რომ დერეფანში სომხეთის კანონები იმოქმედებს, ხოლო აშშ მას იჯარით გადასცემს კონსორციუმს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. CBS News-ი წერს, რომ სომხეთი ემზადება აშშ-ს 53 კილომეტრიანი სატრანზიტო დერეფნის ექსპლუატაციისა და განვითარების უფლება მისცეს. აზერბაიჯანი ასევე ესაზღვრება რუსეთს და აქვს ნავთობისა და გაზის უკრაინაში გადატანის პოტენციალი. რუსეთის გვერდისავლით, რუსეთისა და ირანის გვერდისავლით გზების გახსნის დასავლეთისკენ საქონლისთვის, აღნიშნავს მედია საშუალება. აშშ-ი კეთილინების რამდენიმე გამოვლინებას გააკეთებს ბაქოს მიმართ, გააუქმებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეზღუდვებს და აზერბაიჯანისთვის პირდაპირ დახმარების გაწევის აკრძალვას, წერს პოლიტიკო. გამოცემის თანახმად შეთანხმება ბევრ სომეხს იმედს გაუცრუებს, რადგან მასში, როგორც ჩანს, არ არის ისტორიულად სომხიური ანკლავიდან ადამიანების გადაადგილებისა და სამხედრო ტყვების საკითხების კონკრეტული დებულებები. Financial Times-ის თანახმად რუსეთის პოზიციები რეგიონში ბოლო წლებში შესუსტება, რამაც აშშ-ს შესაძლებლობა მისცა აიღოს სამშვიდობო როლი. ტრამპმა და მისმა გუნდმა შესაძლებლობა დაინახეს და მათ ასევე გააღეს კარი, ხოლო ფაშინიანი ალიევი ესწრაფოდნენ გარეო ჩართულობას და მოსკოვის გამომრიცხველ ლიდერობას. ტრამპმა ორი ქვეყანა მშვიდობასთან უფრო დაახლოვა ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოღვაწემ, წერს Financial Times-ი. ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანთან დააკავშირებს, როგორც მოსალოდნელია, მოიცავს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის მილსადენებს, ასევე ოპტიკურ ბოჭკოვან საკაბელო ხაზებს და საქონლისა და ადამიანების გადაადგილების საშუალებას იძლევა, წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian. შეთანხმება არ ითვალისწინებს, რომ აშშ გადაიხდის სატრანზიტო დერეფნის მშენებლობისთვის, ამას კერძო კორპორაციები გააკეთებენ. ნათქვამია სტატიაში. Euronews-ის სტატიის თანახმად ორივე ქვეყანა ითხოვს ერთმანეთის კონსტიტუციებიდან ამოიღონ ტერიტორიული პრეტენზიების შემცველი დებულებები და ერთობლივი წერილი გაუგზავნონ ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის თხოვნით. თუმცა დერეფნის გარშემო უთანხმოებები, მათ შორის ირანისა და რუსეთის წინააღმდეგობები, შეიძლება შეაფერხოს პროცესი. მედია საშუალების ცნობით, ირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს სომხეთთან მისი საზღვარი, ხოლო რუსეთი ეწინააღმდეგება დერეფნის კონტროლის დაკარგვას 2020 წლის სამხრივი განცხადების თანახმად. თუ თეთრი სახლის შეხვედრა მხოლოდ განზრახვის მემორანდუმით შემოიფარგლება, შეიძლება პროგრესი იყოს ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის მიმართულებით. თუმცა ეწრა ძეძემ ზანგეზურის დერეფნის საკითხი გადაუჭრელი დარჩება და შეინარჩუნებს რეგიონული დაძაბულობის რისკს. ალ-ჯაზირა აღნიშნავს, რომ ტრამპის დღევანდელი მიღება მოწმობს მშვიდობის დამყარებისკენ აშშ-ს მაღალი დონის ძალისხმევას, რამაც შეიძლება გააძლიეროს ვაშინგტონის გავლენა რეგიონში. მედია საშუალება ხაზუსვამს, რომ წარმატებული შეთანხმება შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციისთვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყოს. მედია საშუალება ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთის მართველი პარტია მშვიდობრივ ხელშეკრულებას მაქსიმალურ მიზნად ახასიათებს. ფაშინიან ტრამპ-ალიევის შეხვედრა ასევე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებიდან საფრანგეთის უმსხვილესი მედია საშუალებების სათაურებშია. ანალიზებენ თუ რა შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს ლემონტან ფრანს 24-მდე იყენებენ ფორმულირებას ისტორიული მოვლენა და ხაზუსვამენ, რომ ეს შეხვედრა დიდი სიურპრიზია. გერმანიის მარშალის ფონდი იუწყება, რომ ორმა ქვეყანამ მაისში შეათანხმა ტექსტის პროექტი, მაგრამ აზერბაიჯანი საუბრობს მხოლოდ მის პარაფირებაზე, მაშინ როდესაც მხარეებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, კერძოდ კონსტიტუციებში ტერიტორიული პრეტენზიების აღმოფხვრისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის დატოვების შესახებ. ფონდი აღნიშნავს, რომ დერეფნის გარშემო დავა და 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული შესაძლო პოლიტიკური ცვლილებები შეიძლება სამხედრო ესკალაციის მიზეზი გახდეს. საერთაშორისო მედია საშუალებები აფრთხილებენ, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგაც კი მისი განხორციელება დამოკიდებული იქნება მხარეთა პოლიტიკურ ნებაზე და გარე თამაშების ზეწოლაზე. მთიან ყარაბაღში ხანძარს 3 კვირაზე მეტია ვერ აქრობენ. აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში თითქმის 1 თვის წინ გაჩენილი ფართომასშტაბიანი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სააგენტო აპას ცნობით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ავიაცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში მთიან ყარაბაღში დაფიქსირებული პირველი ასეთი მასშტაბური ხანძარია.
თურქეთი მკაცრად გმობს ისრაელის პოლიტიკურ უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილებას დაამყაროს კონტროლი ქალაქ ღაზაზე. ანკარამ ამ გეგმას ექსპანსიონისტური და გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი ეტაპი უწოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პატივისცემით. ანკარა მოუწოდებს ისრაელს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაიწყოს მოლაპარაკებები ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტილების შესახებ. ცნობისათვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეტანიაუს ოფისმა დაადასტურა, რომ თავდაცვის არმია ქალაქ ღაზაზე კონტროლის დასამყარებლად ემზადება. აქციოსის ინფორმაციით გეგმა ქალაქიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია და სახმელეთო ოპერაციის დაწყების ითვალისწინებს. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.